სიტყვამ კაცი მოკლა, ასე უთქვამ ჩვენში. ამ სიტყვების მნიშვნელობა გაიაზრეთ 100-ჯერ დღეში. სიტყვას დიდი ძალა აქვს, სიუთქვიასაც ჯობნის ხშირად. როცა სიტყვებს გავისრით, უნდა ვიყოთ ფრთხილად. სიტყვით გამხნევება ბევრჯერ სჯობნის ფულსაც და გამშვიდებს, გაგამხნევებს, მოგიოხებს გულსაც. ამიტომაც ბოდიში წამალი ვერ იქნება, აფთიაქში რომ იყოს ბევრი გაიხიდება. სიტყვით რატო აცამე მაგას ჯობდა გესროლა, არ სჭირდება მიზანში 10-იანში გასროლა. რთქვია ბევრად იაფია, სიტყვის ძალა ძვირია, სამწუხაროდ ენით მკვდარი ბევრად უფრო მეტია. სულხან საბასი გავია ამის მაგალითია, ენით დაკოდილი დათვი არ გეგონოთ მითია. გირჩევთ ყველამ გაიხსენოთ, იგავია სანდო, მან იგავა რაკში დიდი აზრი, სიბრძნე ჩადო. გარედან ჩანს სიმშვიდე, შიგნით არის ნამტვრევები, ენით დაშრილ ადამიანს ტკივა გულზე ჩრილობები. ისეთ რიდი ამის მჯერა თვითონაც ვერ ხვდებოდი, ამიტომაც სიტყვის ძალას ჯერა ვერ იაზრებდი. ამ სიმღერით კეფერებით გაუფრთხილდით ერთმანეთს, ახალი გავს მე ვერ დავწერ, ვერ დავარქმევ სახელებს. მეც არ მინდა გადგინოთ, მეც მოგიკლათ სული, რადგან ჩემში ყოველთვის ფასობს ვრცფელი გული. ამიტომაც სიმღერით გადმოვეცი სარქმელი, გაიაზრეთ ყოველთვის იღაცორი თქმელი. გვია ბევრად იაფია, სიტყვის ძალა ძვირია, სამწუხაროდ ენით მკვდარი ბევრად უფრო მეტია.